თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატები გაიმართა. კანდიდატებმა სააქტო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს საკუთარ საარჩევნო პროგრამებთან ერთად საკუთარი გამოცდილება გააცნეს. ერთმანეთის შეკითხვებს უპასუხეს და აუდიტორიას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. დებატები ტაიმერის საშუალებით თითოეული კანდიდატისათვის ერთნაირად განსაზღვრულ დროში წარიმართა. კანდიდატთა უმრავლესობას დღევანდელ პრეზენტაციაზე საკუთარი სამოქმედო პროგრამა არ წარუდგენია. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის არჩევნებში სულ 6 კანდიდატი მონაწილეობს. ესენი არიან ყოფილი თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი კორბეზაშვილი, სტუდენტური გაერთიანება ახალი ტალღის დამფუძნებელი ნოდარ ეჟიშვილი, ნატო სიბაშვილი, სოფიო ბაწილაშვილი, გიორგი ჯაიანი და გიორგი ბახსოლიანი, რომელიც დღევანდელ დებატებზე არ გამოცხადდა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის პრეზიდენტობის არჩევნები 23 აპრილს გაიმართება. დარეგისტრირდა 6 პრეზიდენტობის კანდიდატი და საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ გამართოს დებატები ამ სტუდენტებს შორის, რათა უკეთ გაიცნოს ამომრჩეველმა, ანუ დანარჩენმა სტუდენტობამ გაიცნოს, ვინ უნდა გახდეს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, რა პროგრამით მოდიან და შემდეგ ამისი მიხედვით დაუჭირონ მხარი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დებატები იყო ძალიან ეთიკურ ფორმებში, არ უპირისპირდებოდნენ სტუდენტები ერთმანეთს და რაც თავარია მივესალმები იმას, რომ უნივერსიტეტი ალბათ პირველად აკეთებს ასეთ თავისუფალ არჩევანს, თავისუფლად აირჩევენ სტუდენტურ თვითმმართველობას და მის ხელმძღვანელს. სტუდენტური თვითმმართველობა რომ შესაძლებელი იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ამაში როგორ მონაწილეობას მიიღებდნენ სტუდენტები, ეს იყო ყველაზე მთავარი, ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ის ცვლილებები, რაც განსახორციელებელია სტუდენტურ თვითმმართველობაში, მივიღო ამაში მონაწილეობა აქტიური და ვიყარო პრეზიდენტად კენჭი. და რაც მთავარია, მე ვპირდები სტუდენტებს აბსოლუტურად სტუდენტური ცხოვრების გამოცოცხლებას, მეტდამოუკიდებლობას, სასიკეთო მომავალს და რაც მთავარია, მეტად დაინტერესებას, ღონისძიებებს, პროექტებს და მათ სასიკეთოს ყველაფერს რაც შეეხება. დღეს ყველამ ნაცვლად დაინახა, ვინ იყო ნამდვილი ლიდერი, ვინ იყო ნამდვილად მზად და ვინ არის ნამდვილად მზად სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობისთვის. დღეს ნახევარზე მეტი მოვიდა მოუმზადებელი სამწუხაროდ, მე ყველანაირად მზად ვიყავი, ყველამ თვითონ დაინახა და შეაფასა. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში უნივერსიტეტის თვითმმართველობა იქნება სტუდენტებისა და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიებისა, განსხვავებით ჩემი ოპონენტებისა, რომ ყოველი მათგანი თითქმის უმრავლესობა წარმოადგენენ ისე პოლიტიკური ხაზით. ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი. ჩვენ ამას არ შევეგუებით, მოვიგებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ნეიტრალურები და ჩვენ ვართ მართლა სტუდენტები და მართლა სტუდენტებისთვის.